ბოლო პერიოდში მედიაში და სოციალურ ქსელებში ცხარე კამათია სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების დამატება არ დამატების საკითხთან დაკავშირებით. კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ ამ შინაარსის გაკვეთილები სკოლებში არ უნდა იყოს, ხოლო ლიბერალებს მიაჩნიათ, რომ ასეთი გაკვეთილები არ თუ უნდა იყოს სკოლებში, არამედ ისინი სავალდებულო უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის და კონსერვატორ მშობლებს იმის უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი შვილები ამ გაკვეთილებს არ დაასწრონ. კრძალავთ ამ კოდექსით სქესობრივი აღზრდის შესახებ უნებართვოდ გაკვეთილის ჩატარებას. ხო და ახლა მოკლედ რომ გამოვთქვათ კონსერვატორების წინააღმდეგ ლიბერალების არგუმენტი და პოზიცია ამ საკითხზე, ის დაახლოებით ასე ჟღერს. რა პრობლემაა ბავშვებისთვის სექსუალური აღზრდის გაკვეთილების ჩატარება? სექსუალობა არის ადამიანის ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი და თუ ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე ან ადამიანის ქცევის და ფსიქოლოგიის სხვა ასპექტებზე საუბარი და სწავლება არ არის ტაბუირებული, მაშინ რატომ უნდა იყოს შეზღუდვები და ტაბუები ამ თემაზე? ლიბერალების პოზიცია ცოტა უფრო შემჭიდროებული და ხატოვანი სახით დაახლოებით ასე გამოიყურება. თუ შეგვიძლია ჩვენ ვასწავლოთ შვილებს ხელის და თვალის ფუნქცია, რატომ არ შეიძლება ვასწავლოთ იგივე მკერდის, კლიტორის, ანალური ხვრელის ფუნქციები? მაინტერესებს. ნუ ცხადია პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ვინც ამ კითხვას სვავს, ის არის უკიდურესი დებილი, რადგან ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. მაგრამ რადგან ფაქტია, რომ არსებობენ იდიოტები, ამიტომ ამ უტვინო ნაწილისთვის მაინც ავხსნი, რატომ ეწინააღმდეგება ხალხი ბავშვებისთვის სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს და რა ლოგიკაა ამ წინააღმდეგობაში. საქმე იმაშია, რომ სექსუალობა არის თემა, რომლის არასწორმა განვითარებამ და ბავშვზე არასწორმა ფსიქოსოციალურმა ზემოქმედებამ ადამიანში ძალიან ბევრი სახის ფსიქოსექსუალური დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს. მთელი ეს ძალიან მძიმე ფსიქოსექსუალური პერვერსიები, იქნება ეს პედოფილია, კაპროფილია, გერონტოფილია, ზოოფილია, ჰომოსექსუალობა, გენდერული იდენტობის დარღვევები და ასე შემდეგ, ყველა ეს პათოლოგიური მდგომარეობა დიდწილად არის ადამიანის სექსუალურ ბუნებაზე ბავშვობაში არასწორი ფსიქოსოციალური ზემოქმედების შედეგი. ფაქტიურად სექსუალობა არის თემა, რომლის შემთხვევაშიც ბავშვზე არასწორი ზემოქმედება შეიცავს ფსიქოლოგიური პათოლოგიების განვითარების ყველაზე დიდ საფრთხეს. ანუ კონკრეტულად ამ დებილი LGBT აქტივისტის სიტყვებს თუ უპასუხებთ მარტივად, ბავშვს არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეექმნება თუ ვაჩვენებთ ვიდეოს იმის შესახებ, როგორ ფუნქციონირებს ცხვირი ან თვალი. მაგრამ ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, თუ მცირეწლოვან ბავშვს ვაჩვენებთ, როგორ ფუნქციონირებს ან რა დანიშნულება აქვს ადამიანის სასქესო ორგანოებს. ამიტომ ეკიდებიან ნორმალური ადამიანები დიდი სიფრთხილით სექსუალური განათლების თემას და ბავშვებთან ეს საკითხი დიდწილად ტაბუირებულია, ხოლო იმის შესწავლაში თვალი როგორ ფუნქციონირებს ვერავინ პრობლემას ვერ ხედავს. და ამნაირი ახსნის შემდეგ ბევრი ლიბერალი იძლევა პასუხს, რომ ხომ არსებობენ ვიღაც დასავლელი ფსიქოლოგები და მეცნიერები, რომლებსაც კარგად აქვს შესწავლილი ეს საკითხი და შესაბამისად სექსუალობის აღზრდის მათეული ხედვა არის არა რაღაც მავნე ზემოქმედების საფრთხების შემცველი, არამედ საუბარია კარგად დამუშავებულ ბავშვებისთვის სასარგებლო სწავლების მეთოდებზე. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როგორ დასავლელ ფსიქოლოგებზე და სპეციალისტებზე ამ შემთხვევაში საუბარი. საქმე იმაშია, რომ მთელი დასავლური მეცნიერული სივრცე ფსიქოსოციალური მეცნიერებების საკითხში ქცეულია იდეოლოგიურ იარაღად და რეალურ მეცნიერებასთან კავშირი არ აქვს. ლიბერალური პოლიტ-იდეოლოგიური ელიტის და LGBT მოძრაობების ზეწოლის ქვეშ მთელი ეს სივრცე იქცა უბრალოდ სხვადასხვა სექსუალური პათოლოგიების მქონე ადამიანთა დისკრიმინაციის დაუშვებლობის მეცნიერული დასაბუთების იარაღად. სწორედ ამ იდეოლოგიზირებული ფსევდომეცნიერების დადებული ის სრულიად ანტიმეცნიერული დასკვნები, რომ თურმე ჰომოსექსუალობა არ ყოფილა დარღვევა და რომ თურმე ტრანსგენდერობა ეს უმძიმესი პათოლოგია, როცა თქვათ მამაკაც თავი ქალი გონია, ან ხან ქალი გონია, ხან კაცი, ან თავი ორივე ერთად გონია, არ ყოფილა დარღვევა და ასე შემდეგ. ამიტომ როცა გვეუბნებიან, რომ არ უნდა ვინერვიულოთ, რადგან სექსუალური აღზრდის ეს კურსები ვიღაც ცოდნე მეცნიერები შედგენილია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არათუ ამ მეცნიერებმა არიციან, როგორ უნდა ჩაუტარონ ან საერთოდ როგორია რაღაც სწორი სექსუალური გაკვეთილები, არამედ მთელი მათი სასწავლო მეთოდიკა დგას სრულიად ანტილოგიკურ დასკვნებზე, რომლებიც ცალსახად სახიფათოა ბავშვებისთვის. ამისი კარგი მაგალითია ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემა, სადაც სწორედ ამ ფსევდომეცნიერული მიმდინარეობის გავლენით ბევრ სკოლაში ბავშვებს ასწავლიან, რომ ისინი ბიჭები არიან თუ გოგოები ბიოლოგიურად კი არ არის განსაზღვრული, ეს მათი არჩევანის სფეროა და თვითონ უნდა აირჩიონ ვინ არიან ისინი.
და შედეგად სწორედ ამ სწავლების პირობებში იქ ტრანსგენდერი ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამიტომ როცა საზოგადოებაში სექსუალური განათლების საკითხი განიხილება, ჩვენ უნდა გვესმოდეს ორი რამ. ერთი ის, რომ ბავშვებში სექსუალური განათლება არის უკიდურესად საფრთხილო თემა, რომლის შეცდომის შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მივიღოთ ბავშვების ფსიქიკისთვის და ამიტომ სანამ უტყუარი ცოდნა არ იქნება ამ საკითხზე, რაც ჯერ ბუნებაში არ არსებობს. ანუ საკითხის არცოდნის მოცემულობაში რაღაც სასწავლო კურსების დანერგვა კატეგორიულად მიუღებელია. და მეორე, იმ ფსიქოსოციალურ ფსევდომეცნიერულ მიმდინარეობას, რომელიც დასავლეთში დომინირებს, ამ საკითხში გაკეთებული აქვს სრულიად ანტილოგიკური დასკვნები, რომლებიც ბავშვებში ტრანსგენდერობის და სხვა ფსიქოსექსუალური დარღვევების გამოვლენის სიხშირეს ზრდის. შესაბამისად, ამ ჯგუფის დირექტივებით მოქმედება სრულიად დაუშვებელია.